გამარჯობა. მე ეკავარ ტყემალაძე 35 წლის, მხატვარი. მინდა ჩემი ამბავი გიამბოთ. 23 წლის ასაკში გავთხოვდი. მეუღლე ჩემზე 9 წლით დიდი იყო. თავიდან ადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას დავებდა. საეჭვო მართლა არაფერი შემინიშნავს. მაგრამ ქორწილის დღესვე საჯაროდ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უმნიშვნელო მიზეზის გამო. მაშინ მამამისმა უთხრა ახლა რომ ასე ექცევი, მე რას უზამო. სამწუხაროდ მართალი აღმოჩნდა ის კაცი. 3 თვის განმავლობაში მონასავით ვიყავი, არ მქონდა უფლება ქუჩაში მის გვერდით მევლო. მის უკანონო ყოფილიყავი ყოველთვის. არ მქონდა მუშაობის უფლება. მიშლდა დედასთან და მეგობრებთან ურთიერთობას. შიშით ვერავის უმხელდი ჩემს გასაჭირს, მას რომ არ გაეგო. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა. რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი დამადოს ხელზე, დანის წვერით მაწვალებდა. აი ფოტოზე ჩანს წამების კვალი. როცა მისი მშობლები სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ, მათ დასანახავად ნორმალურად იქცეოდა. ერთ დღეს ჩემს დაბადების დღეზე რაღაც არ მოეწონა და სტუმრების წასვლის შემდეგ დანა აიღო და მოკლით მე მოკრებოდა. მანამდე კი მეორე ოთახში გავიდა, ხატებს ჩასადენი მკვლობისთვის პატიებას თხოვდა. მამამისმა ეგრევე პატრული გამოიძახა, მაგრამ პატრული მალევე წავიდა. ოჯახის საქმეში ვერ ჩავერევითო. შემდეგ მამამის ეცა და კედელს მიანარცხა ამის გამო. გამოვიქეცი 3 თვის შემდეგ. მაშინ როცა მოვახერხე, სახლში მოვედით და შევამჩნია რომ კარის ჩაკეტვა დავიწყნოდა. ადრე კარს სულ კეტავდა, რათა მის გარეშე გარეთ არ გავსულიყავი. გასაღებს რა თქმა უნდა თვითონ ინახავდა. სამზარეულოში გავედი, გასქურა ავანთე, თითქოს საჭმელს ვაკეთებდი. ის ამ დროს გვერდით ოთახში იწვა, მხოლოდ მის ფეხებს ხედავდი. რაღაც მომენტში ძალა მოვიკრიბე, კარი ჩუმად გავაღე და გავიქეცი. გიჟივით გავრბოდი. 8 სართული ლამის ერთ წამში ჩავირბინე. გაქცევის შემდეგ 5 თვის განმავლობაში სახლში არ მისულარ. ხან ვისთან მიმალებოდი, ხან ვისთან. რადგან ის ჩემს სახლში ხშირად მიდიოდა და მელოდებოდა. ძალები მოვიკრიბე, საზღვარგარეთ წავედი და ახალი ცხოვრება დავიწყე. როგორც ვიცი, ჩემ შემდეგ კიდევ მოიყვანა ცოლი და მასაც ასევე საშინლად ექცეოდა როგორც მე. ხშირად მიფიქრია, საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი აგრესია და სიძულვილი ქალების მიმართ. ვიცოდი, რომ ჩვენს გაცნობამდე ციხეში იყო ნამყოფი. ამ თემაზე არ ვსაუბრობდით და არც ვიცი რის გამოიჭდა, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვე, ის თავად იყო იქ ძალადობის მსხვერპლის, სხვა პატიმრების მხრიდან. და ალბათ შემდეგ გაბოროტებულმა ეს აგრესია ქალებზე გადმოიტანა. ქალებს და დედებს ვურჩევდი არ დაუთმო საკუთარი სიცოცხლე მოძალადე ქმრებს. თუ შვილების გამო იკავებენ თავს, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ავტომატურად შვილები მოძალადებად ყალიბდებიან არაჯანმრთელი ფსიქიკით. რაც უფრო მალე მოიცლებ ამ ლაქას, მით უფრო გადაარჩენ საკუთარ სიცოცხლეს და შვილების მომავალს. თავიდან ყველას ეშინია. მაგრამ პირველ ნაბიჯის მერე ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ.